მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და ასავალ-დასავალი საათი. მე გახლავართ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე. დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ჩემი კოლეგა ბატონი გიორგი გიგაური. დღეს გამოვიდა მოგეხსენებათ გაზეთ ასავალ-დასავალის მორიგი მე-14 ნომერი და თქვენთან ერთად ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო შევეცდებით მიმოვიხილოთ გაზეთში წარმოდგენილი პუბლიკაციები. უპირველეს ყოვლისა, მინდა გავაკეთო ჩემი განცხადება, საგანგებო განცხადება იმ აღვირახსნილ კომპანიასთან დაკავშირებით, რაც დაიწყო გუშინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამნაშავე ოჯახის კარალევამ ეგრეთ წოდებულმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. საქმე ეხება ინტერნეტ სივრცეში ატეხილ გნიას იმის თაობაზე, რომ პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული შალვა აბულაძე თურმე ყოფილა ჩემი რაღაც თანამეინახე ამსონი და როიტყვიან მე ვყოფილი ვარ მისი დამკვალიანებელი. ასავალ-დასავალის თანამებრძოლი. ასავალ-დასავალის თანამებრძოლი. ვაცხადებ საგანგებოდ და სრული პასუხისმგებლობით. გაზეთ ასავალ-დასავალის შემოქმედებითი კოლექტივის ჩვენი მრავალათასიანი აუდიტორიის სახელით ქეთს ვიხრით და სამძიმარს უცხადებთ იმ პოლიციელების ოჯახების წინაშე, რომლებმაც ესეთი საშინელი უბედურება იწვნიეს. ჩემი შინაგანი კონსტიტუციიდან და ჩემი მწამსიდან გამომდინარე კრიმინალის ადგილი, კვლელების ადგილი არის ციხეში და ამ თვალსაზრისით გამონაკლის არ უნდა წარმოადგენდნენ არც ეგრეთ წოდებული ნანუკა ჟორჟოლიანი და არც მისი დამნაშავე ოჯახი და მეუღლე ბატონი ერეკლე კოდუა, რომელიც ვანო მერაბიშვილთან ერთად ადამიანების გვამებით ვაჭრობდა და ეს საშინელი და ამაზრზენი კადრები თელმა საქართველომ ნახა სხვადასხვა ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებში. მინდა ხაზგასმით განვაცხადო და მოვიტანო ეგეთი შედარება. მამუკა ხაზარაძის, მერევა ეგ სახელები მამუკა და ნანუკა, მერევა უკვე ერთმანეთში, იმიტომ რომ გულისხმობთ ერთს და ვამბობთ მეორეს ან პირიქით. ვაცხადებთ პარტიას, იგულისხმება ლენინი თუ როგორც არის. ნანუკა და მამუკა, ანუ მამუკა და ნანუკა, ეს არის ერთი არსი, ერთი სული ორ სხეულში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. აი ამ სიბინძურის და ამ მარაზმის უკან დგას თბილისის ბანდის ხელმძღვანელი ნანუკა ჟორჟოლიანის დამფინანსებელი და მიხეილ სააკაშვილის კარის ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე. და ეხლა მოგახსენებთ მე რა მაქვს მხედველობაში. ნანუკა ჟორჟოლიანის ახირება და თავგამოდება იმასთან დაკავშირებით, რომ მას თითქოს და გული შეტკივა საქართველოში რომელიმე ადამიანის დაღუპვის და გარდაცვალების გამო, ეს არის სასაცილო სატირალი რომ არ იყოს. ეს დაახლოებით ჩემო გიორგი იგივე ამბავი იქნებოდა ცნობილი იტალიელ პორნო ვარსკვლავს ჩიჩოლინას ქალწულობის ინსტიტუტის დაცვის მიზნით ქალწულთა პარტია რომ შეექმნა და მის თავმჯდომარედ გამოეცხადებინა თავი. ადამიანი, რომლის ქმარიც და რომლის თანამეინახელიც დაკავშირებული არიან ქართველი ხალხის ცემასთან და მთელმა საქართველომ ნახა ერეკლე კოდუას სად ბრძანდებოდა 7 ნოემბერს. ადამიანი, რომლის გვარსახელიც უკავშირდება სააკაშვილის ყველა სიბინძურეს, იმ სისხლსა და ცხედრებს, რომელიც ნაცმოძრაობის ბინძურმა ეპოქამ მოიტანა, როგორ შეიძლება პირის გამორეცხვის გარეშე საუბრობდეს ასავალ-დასავალზე, მის თანამშრომლებსა და მის მრავალრიცხოვან აუდიტორიაზე. მე მინდა ხაზგასმით და კიდევ ერთხელ კატეგორიულად განვაცხადო, რომ მთელი ეს სიბინძურე, რაც ატეხილია აი ამ ქალბატონის მიერ ვირტუალურ სივრცეში, რომელმაც გადაინაცვლა უკვე მედია საშუალებებში. ეს არის თითიდან გამოწოვილი
ყურით მოთრეული და თუ არ იცის ჟორჟოლიანმა და მისმა თანამეინახეებმა ვეტყვი რომ ჟურნალისტს აქვს მე მგონი უფლება რედაქციაში მიიღოს რესპონდენტი და ჩაწეროს ინტერვიუ მასთან და მით უმეტეს აქვს ჟურნალისტს უფლება როცა მამუკა ხაზარაძის აი დანაშაულებრივი კარტელის წინააღმდეგ ეწყობა ხალხმრავალი საპროტესტო აქცია თეატრალიზებული ბორჯომში რომელიც აი აბულაძემ მოაწყო შეუძლია ჟურნალისტს ასავალ-დასავალის ჟურნალისტს მით უფრო იმდენად რამდენადაც ჩვენ სასამართლო დავა გვაქვს მოგეხსენებათ ხაზარაძესთან ჩავიდეთ იქა გავაშუქოთ ეგ აქცია და გამოვაქვეყნოთ ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია რეპორტაჟის სახით გაზეთ ასავალ-დასავალში რაც მე პირადად გავაკეთე ვაკეთებ და ყველავაც გავაკეთებ დიდი სიამოვნებით ასე რომ ეს ფოტო ააფრიალა მე ასე რომ მისი ყურით მოთრეული ფრაზები და რო იტყვიან მტკიცებითი ხასიათის რაღაც მოწოდებები თითქოს მას რაღაც ანონიმურმა წყარო მიაწოდა თიტო ჩუბინიძისა და შალვა აბულაძის ერთად გადაღებული ფოტოსურათები ეს არის მტკნარი სიცრუე პატივცემულო მეგობრებო შეგიძლიათ შევბრძანდეთ ჩემს გაზეთშიც არის გამოქვეყნებული ჯერ ესეთი გაზეთშიც არის გამოქვეყნებული შარშან ოქტომბერს გადაღებული დიახ რა თქმა უნდა შარშან ოქტომბერში და მეორე კიდე ჩემს Facebook გვერდზე არის არათუ ეს არამედ კიდე სხვა სურათები და მე მას ვურჩევ რომ სხვა სურათებიც ნახოს და არანაირი კონფიდენციალური წყარო ამის მოწოდებას არ ჭირდება ხო და რას ბლანდავენ რას ამღვრევენ ეს უბედურები და მოდი დავიწყოთ ჩემო გიორგი მე მგონი და სწორედ ამას უკავშირდება ასავალ-დასავალის მეორე მესამე გვერდებზე გამოქვეყნებული წერილები და ინტერვიუები აქ თქვენი მონამორჩილის წერილი გახლავთ ნანუკა და მამუკა როგორ ესე იგი ეთამაშებოდნენ ხაზარაძე და ეგრეთ წოდებული ნანუკა ისა რა ქვია რუსთავი ორის სტუდიაში ერთმანეთს თვალებში ნანუკას შოუში დიახ დამალობანას და აი მთელი ეს არსი და ანატომია აღწერილია აქა ეს ემთხვევა ზუსტად ის სასამართლო პროცესებს, როდესაც მამუკა ხაზარაძე ძალიან უჭირდა. ძალიან უჭირდა და გიორგი, ეს არ არის ჩემი ახირება, რომ ხაზარაძისკენ რო ვიშვერ მე ხელს. ხაზარაძისკენ ხელს იშვერდა აი ეს ზებნილი შალვა აბულაძე, რომელმაც მე ბოლო ინტერვიუ მომცა გაზეთ ასავალ-დასავალში 19-25 იანვარი ნომერი 3, გვერდი 20. ერთი კვირით ადრე ვიდრე ბორჯომში მოხდებოდა ბორჯომში ეგ ამბავი. აი ეს კაცი გამოვიდა გაზეთში და მე მითხრა მე არ მინდა რომ ჩემს მაგიტომაც გამოვიდა რომ ელოდა საფრთხეს და პროვოკაციას. იმ აქციის შემდეგო 19 ოქტომბრის აქციის შემდეგო მამათ მავლობაში მხილებულმა ბორჯომის პოლიციის ყოფილმა შეფმა მამუკა ხვედელიანმაო რომელსაც აქეზებს მამუკა ხაზარაძე და ეს რომელიც ახლა არის TBC ბანკის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არაოფიციალური ინფორმაცია. კი. ხო. ეს მამათ მავლობაში მხილებული ეგრეთ წოდებული სპიკე. მამუკა ხვედელიანი. მომიგზავნესო კრიმინალებიო ჩემს სახთან რაღაცეებს ყვირიანო და მე არ მინდა რომ ჩემს კრიმინალურ წარსულს მიუბრუნდეო და ძალიან გთხოვ მამუკა ხაზარაძეს მიმართა აი აქ არის გამოქვეყნებული ეს ყველაფერი სადმე იმაში რა ქვია ბილადენის ორმოში კი არ შეხვედრივართ ერთმანეთს რედაქციაში მოვიდა ეს კაცი და ოფიციალური ინტერვიუ მომცა გაზეთში გამოქვეყნებულია და აი აქ არის ის ფოტოსურათები ნანუკას რომ ისა ვიღაცა კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ეს უბედურები შტირლიცმა ხო შტირლიცმა ეს უბედურები ხე მაინც ისეთი რაღაცა მაინც თქვის თქვა უბედურებო რომ ვიღაცა მაინც დაიჯეროს რა ანუ ეს კაცი ელოდა პროვოკაციას და ერთ კვირის თავზე ამ ნომრის გამოსვლიდან მართლა ელოდა რა თქმა უნდა პროვოკაციას და მოუწოდებდა სახელმწიფოს დამკითხეთო იმიტომ რომ კრიმინალები გამოუშვეს ციხიდანო ჩემი სახლის წინ რაღაცეებს ყვირიანო გაძლიერდა ჩემს წინააღმდეგ პროვოკაციები ზეწოლაო ხაზარაძე მომიგზავნა ვიღაცეებიო და მეუბნებიან რომ ოღონდ შენ გაჩერდი და ბორჯომის თემას ჩამოეხსენი ჩვენ ყველაფერს მოგიგვარებთო ნებისმიერ ბიზნესში გზახსნილი გექნებაო და მოუწოდა მამუკა ხაზარაძეს კიდევ ერთხელ გეუბნებით 2015 წლის 19-25 იანვარი ასავალ-დასავალი ნომერი 3 გვერდი 20 ვაცხადებ ინტერვიუ შალვა აბულაძესთან მე გახლავართ ავტორი კაცი მოვიდა რედაქციაში ჩემთან ეგ არის ბოლო კონტაქტი ეს არის მისი ბოლო სტუმრობა ასავალ-დასავალში და არა სადღაც ბილადენის და ერეკლე კოდუას ორმოში და თქვა მან ყველაფერი რომ მე არ მინდა რომ დაუბრუნდე ჩემს კრიმინალურ წარსულს მას საკმაოდ ძიმე წარსული აქვს და არც მალავდა ეს კაცი მას და
რაღაც შემთხვევა რაღაც ჩეტაკებაში მოხდა თუ არ ვწდები მე არ დავინტერესებული ვარ მისი დეტალებით რო გითხრა სიმართლე და მითხრა რომ მე არ მინდა რომ მიუბრუნდე ჩემს კრიმინალურ წარსულს და ნუ მაიძულებს მამუკა ხაზარაძე რომ ჩემს კრიმინალურ წარსულს მიუბრუნდე და ვიბრძოლო არა თავით არამედ ხელებითო ნუ მე არ ვიცი რა მოხდა ჩემო გიორგი იმის შემდეგ წარმოდგენა არ მაქვს სადღაც ზუსტად ერთ კვირაში და ერთ კვირაში მოხდა ის უბედურება რაც მოხდა ბორჯომში ხოლო ეხლა კიდე მოხდა ეს უბედურება რაც მოხდა ვარკეთილში და კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებ გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახის წევრებს და ქეთს ვიხრი მათი სულების წინაშე კიდევ ერთხელ ვაცხადებ კვლელების კრიმინალების და საერთოდ დამნაშავეების ადგილი არის ციხეში ისევე როგორც ციხეში უნდა იჯდეს ერეკლე კოდუა ისევე როგორც უნდა იჯდეს ციხეში მიხეილ სააკაშვილი ისევე როგორც უნდა იჯდეს ციხეში გივით არგამაძე ისევე როგორც უნდა იჯდეს ციხეში ადეიშვილის საყვარელიძე თვითონ ავაცახსენებელი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში წყალქვეშა სასაფლაოები რომ მოაწყვეს და საწოდავი ჩემი უნივერსიტეტელი ამხანაგი დავით ცინდელიანი სამუყო პირი თუ მიწამ ისე რომ გააუჩენ ესე გააქრეს ამ დედამიწიდან ხო რეჟიმი რომელსაც ყავდა შამათავები ადამიანების ცოცხლად დამარხავი ხალხი და აი ეს კიდე ამათი ნანუკები დედუკები და ბაბუკები რომლებმაც დააქციეს საქართველოს და სისხლში აბანავეს ჩემი სამშობლო აი ეს ხალხი უნდა იჯდეს ციხეში, ისევე როგორც უნდა იჯდეს ციხეში პოლიციელების მკვლელები. ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ეხლა ნანუკამ და მამუკამ კრიმინალები და მკვლელების ფარველები მოიკითხოთ მათ ბოსტანში. ამით მე ამ თემაზე საუბარს მოვჭი და შეგვიძლია ჩვენ გავაგრძელოთ საუბარი. ერთი-ორ სიტყვას მეც ვიტყვი, იმიტომ რომ ამ დედაკაცმა რომელზე საუბარი მართალია ცოტა გაგვიგრძელდა არ იმსახურებს ისამდეს, მაგრამ აქ უფრო სხვა საქმე არის და სხვა უფრო დიდი კუდები იმართება. რა თქმა უნდა. ამ ქალმა ამ პოლიციელის მკვლელობის შემდეგ, რომელიც მოხდა ვარკეთილში 4 აპრილს, ვარკეთილის მეტროსთან, ხო? გამოხდა და დააბრეხვა ასეთი რაღაცა. რომ მასავალ-დასავალმა შექმნა ლადო ბედუკაძე. ხო, აი მასავალ-დასავალის თანამებრძოლები პოლიციელის კლავს და გვიპასუხო სასავალ-დასავალმა და დიტო ჩუბინიძემ, რატო გვიკლავენ პოლიციელებს. აი, ნანუკა ჟორჟოლიანს ჩვენ ესეთი საზეზორები მისი გულის ასაჩუყებლად თუნდაც უკლავთ პოლიციელებს. აი, სინდისი და ნამუსი ხო არსებობს. აი, ნანუკა ჟორჟოლიანს ემბრიონალურ მდგომარეობაშიც არ ქონია სინდისი და ახლა მით უმეტეს არ დაემართებოდა, ხო? როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა თქვა? ხო, ვითომ ჟურნალისტები არიან და ვითომ ხო არის ის რუსთავი ორის წარმომადგენელი. ასეთი რაღაცა როგორ უნდა თქვა, როდესაც ფაქტად ხელში გიჭირავს მხოლოდ ის ფოტოსურათი, რომელიც დიტო ჩუბინძეს აქვს გადაღებული თავის რესპონდენტთან. სხვადასხვა იქ ბორჯომის ოფიციალური პირებიც ესწრებიან, საკრებულოს თავმჯდომარეები და ის, ხო? ამათ ამოჭრეს ეს ფოტო. დიტო ჩუბინიძე და შალვა აბულაძე და განა გვერდიგვერდა ნანუკა ხაზარაძემ გააჟღერა ეს თითქოს ასავალ-დასავალი გვიკლავს პოლიციელებს და გვიპასუხოს ეს იმდენად სასაცილო არის ხო ლაპარაკიც არ ღირს მაგრამ აქ რა არის ცი ჩემო დიტო და მთავარი შენ თქვი ერთი მომენტი იქიდან გამომდინარე რომ ეს რა თქმა უნდა მამუკა ხაზარაძის დაინტერესება არის რომელსაც მუცლის გრემა აქვს იმასთან დაკავშირებით ასავალ-დასავალ და სასამართლო პროცესები და სანახევროდ გამტყუნდა ის მომდევნო ინსტანციის სასამართლოებში სააპელაციოში ის ფლად გამტყუნდება და თავზე ლაფი დაესხმება საერთოდ ეს ერთი მეორე მომენტი ნანუკა ხაზარაძეს რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანს ბოდიში ნანუკა ჟორჟოლიანს ამიტომ თქვი მე რომ ეს ჯერედიანს ამის მოფიქრების საშუალება არ აქვს ეს არის კარგად დაგეგმილი თავიანთ ჭკუაში დიდი ისენი რო ყავთ იდეოლოგები და ზუსტად ვიცით ეს ინფორმაციაც გვაქვს ეს არის მიხეილ სააკაშვილის თანხმობით გიგა ბოკერიას შესრულებით გებელსი ხო არის თავის ჭკუაში დაგეგმილი პიარ აქცია ასავალ-დასავალის წინააღმდეგ ჩვენი სახელის დისკრედიტაციისთვის ჩვენ თითქოს თანამშრომლობთ კი არა თანამებრძოლობთ პოლიციელის კლუბაში ეჭვმიტანილ პირთან სხვადასხვა ეგეც დასამტკიცებელი არის ვინ არის ის ხო რა თქმა უნდა საიდან მოიტანეთ თქვენ უბედურ დღეებზე გაჩენილებო ნანუკა ხაზარაძე მე თუ მკითხავდა კანონის სრული ასე ვთქვათ ძალთა მუშაების შემთხვევა მოხდება თავად უნდა იჯდეს ციხეში ზუსტად მაგას ამბობს სულცირე დანაშაულის დაფარვისთვის რა თქმა უნდა ბადრიგატაკაციშვილთან თანამეცხედრი არის ელემენტარულად იმ კაცსა რომელმაც სისხლით მორწყა საქართველოს ხო რა თქმა უნდა ნანუკა ხაზარაძე არ უნდა აქვს ამისთვის პასუხი და თითი უნდა იშვიროს უტვინო დედაკაცმა აქეთ იქით
ნანუკა ჟორჟოლიანმა, მაგრამ რა გადავეკიდე ამ ხაზარაძეს. აბსოლუტურად სწორი არის, ეს არის, ესე იგი, ეგრეთ წოდებული ფროიდისეული ფერშპრეხენი რო იტყვიან. იმიტომ რომ ეგ ერთი ორგანიზმია. მოკლედ ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის შეტევა ასავალ-დასავალზე. უნიჭო რა თქმა უნდა, როგორი უნიჭობითაც ისინი გამოირჩევიან მთელი თავისი მოღვაწეობის ბრწყალებში მანძილზე. ძალიან მარტივად ვიტყვი, ხო? მამუკა ხაზარაძე არის ამ ნაცკონჩიტური მოძრაობის. კი ბატონო. კონჩიტა ბანკირი, ნაცბანკირი და ეს ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ნაცკონჩიტური მოძრაობის ცერბერი და ბულდოგი არის ელემენტარულად და ეს იყენებენ ამას, რომ ეს ჩვენ აღარ გავაგრძელოთ ჩვენი შემართებული ბრძოლა სამართლიანობის აღდგენისთვის, რომლის დროსაც სააკაშვილის ბანდასაც დაესმება წერტილი და შესაბამისად მის კარის ბიზნესმენს მამუკა ხაზარაძე ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ჩემო გიორგი, ზუსტად მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გაგრძელდება ბრძოლა და გაჩვენებთ ამას ჩვენ. შენ ძალიან კარგად თქვი, აქ ციხეში უნდა იჯდესო და ზუსტად მაგას ამბობს უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე, კარგი ქართველი ახალგაზრდა კაცი ნიკოლოზ მჟავანაძე. ნანუკა ჟორჟოლიანს სააკაშვილთან ერთად უვადო პატიმრება ეკუთვნის. ჩვენ რო სახელმწიფო ვიყოთ, ჩვენთან რო სამართალდამცავი სტრუქტურები ისე ფუნქციონირებდეს, როგორც გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ეს ქალი უნდა იჯდეს ციხეში. შოუებს კი არ უნდა დგამდეს და თვალებს კი არ უნდა უპაჭუნებდეს საქართველოს მოსახლეობას იმ სისხლით მორწყული რო იტყვიან და ადამიანების ძვლებზე აშენებული ტელევიზიიდან. ეს უნდა იჯდეს ციხეში. შავ პიარს მათ მიმართ აგორებენ, ვინც სააკაშვილის რეჟიმი დაამარცხა. ლადო ბედუკაძე ამბობს. აი, ლადო ბედუკაძეს რო ახსენებენ იქვე, ხო, მაშინ და პლუს ამას იქვე ახსენებენ, რომ ასავალ თვითონ ეს საწყალი დაბრალდა და კაცი. რომ ასავალ-დასავალი არის ფსბ-ს ქვეგანყოფილება საქართველოში, რომელიც ცდილობს სიტუაციის აღრევას. ზუსტად ეს არის მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას ლეკალო მოხაზული იდეოლოგიური. ეს იდიოტები უკაცრავად ამ სიტყვისთვის, აბსოლუტური იდიოტები. ხო გავაპაღურეთ ხელისუფლებიდან ამ იდიოტური ასავალ-დასავალი წლების განმავლობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით ყოველ ნომერში ფაქტობრივად იმეორებდა და ამტკიცებდა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრემლის მარიონეტი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრემლის პუტანა, პუტინის პუტანა, პირდაპირ ვიტყვი ამას, რომელმაც საქართველო ხონჩით მიართვა რუსეთს, პუტინს პირადად. ჩვენ ამის გამო ვებრძოდით მიხეილ სააკაშვილს, ამის გამოც ვებრძოდით. მიხეილ სააკაშვილმა არა მხოლოდ სტრატეგიული ქონება მიყიდა რუსეთს. მიართვა ხონჩით, არამედ ტერიტორიების დაამატა ზედ. 150 ქართული სოფელი. ბენდუკიძე ვინ გამოიწერა რუსეთიდან? ბენდუკიძის ეკონომიკური მოდელით არ გაიყიდა რუსეთზე ყველაფერი. დაგავიწყდათ ეს? კრემლში მუშაობდა ის კაცო ბენდუკიძე. ოფისი ქონდა კრემლში. საიდუმლო პროექტებზე. კგბ-ს საიდუმლო პროექტებზე. ლენინს წავდა ყოველდილას, იმაში რა ქვია. იმით იყო და ვისაბრალებენ ესენ რუსეთის აგენტობას. მიხეილ სააკაშვილის ბიძა ვინ არის, გაიხსენეთ. თემურა ალასანია. ირაკლი კაკაბაძეც ხო არ არის ასავალ-დასავალის წარმომადგენელი. ირაკლი კაკაბაძეს რამდენი წელია ირაკლი კაკაბაძე ლაპარაკობს იმას, რომ თემურ ალასანი არის იარაღის კონტრაბანდისტი უდიდესი ერთ-ერთი და ჩართული არის რუსეთის კუდებში. ეს არის დანაშაულებრივი და ცოდვიანი კარტელი. და რუსები მოიკითხონ თავისად რა. ეს არის დანაშაულებრივი და ცოდვიანი კარტელი. ეს არის სისხლიანი კარტელი, ძვირფასო მეგობრებო და მე მინდა ეხლა საგანგებოდ მივმართო საქართველოს მთავარ პროკურატურას და პატივცემულ პროკურორს ბადაშვილს. თუ გაქვთ თქვენ პატივცემულო გიორგი, უფლებამოსილება და თუ თქვენ ხართ ნამდვილი პროკურორი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ. დაიბარეთ დაკითხვაზე პროკურატურაში მამუკა ხაზარაძე და შეწყდება საქართველოში ეს მკვლელობები. დაიბარეთ ხაზარაძე პროკურატურაში და საქართველოში შეწყდება შეკვეთილი მკვლელობები. ვინ აწყობს საქართველოში აღვირახსნილ კამპანიებს და პროვოკაციებს? აი ეს მაგიდან გამოჩნდება. მობილურია ეთერში. გთხოვთ, გისმენთ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ხელისუფლება რატო ადრიელებს მამუკა ხაზარაძეს, როცა ბორჯომის სამი ჭაბურღილი, რომელიც 8 მილიონ ლარად მიხიდა მას, თუმცა როგორც საინფორმაციო წყაროები ამბობენ, 40 მილიონ დოლარს უხდიდა უცხოურ 50 მილიონ დოლარს, კალბატონო, უფრო მეტს. დიახ. დიახ, დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, ეს კითხვები არის. არის. ძალიან მარტივია ჩემო და ამაზე უნდა გაეცეს პასუხი. რატო არ იწყება დღემდე 2008 წლის ომის საქმის გამოძიება? რა თქმა უნდა. რატომ არ იწყება გამოძიება იმის თაობაზე,
რომ მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილმა და ამ ბანდამ მილიონობით დოლარის ღირებულების იარაღი ჩააბარეს კოდორის ხეობაში. ხომ ჩააბარეს? რატომ არა აფეთქეს? რატომ დაუტოვეს რუსებს? რატომ დაუტოვეს რუსეთს ფოთში 8-9 ამერიკული კატარღა? კი ბატონო. უძვირფასესი. რატომ დაუტოვეს? რატომ არა აფეთქეს? ამერიკული სამხედრო ჰამერები სენაკის ბაზიდან. ის M4-ები რო მისცეს ამერიკული იარაღი, რო წაიღეს რუსებმა და მე მთელ სოფლიოს აჩვენეს, აი სააკაშვილის ალაფიო, როგორ ავართვთო, რატომ წაიღეს ამერიკელმა? გორში, სენაკში, რატომ დატოვეს გაძეძგილი ბაზები? მარტივ კითხვას ვსვამ ვერსიის დონეზე, აბა კარგად დაუფიქრდით. თემურ ალასანიას ხო არ დაუტოვეს და მის რუს ამფსონებს? იარაღით ვაჭრობაში გაწაფულებს? ეხლა უკრაინაში გადაინაცვლა ამ კარტელმა. აი ხო, საცოდავი უკრაინელები უკვე ყვირის უკრაინული მედია იქ. საცოდავი უკრაინელები. მიხეილ სააკაშვილი ეწევა იქ რეკეტს. ჩვენ კი გავუშვით ესენი, ეს ნაძირლები, ჩვენი ბედოვლათობის წყალობით, თუ არ ვიცი, სხვა რაღაც ხვანჯების წყალობით საქართველოსთან, მაგრამ მაგათ უკრაინაში ლამპიონებზე ჩამოკიდებს ის ზუსტად იგივე საკეთებენ. მე ველაპარაკე უკრაინელებს, რომლებიც უკვე აცხადებენ. ძალიან მარტივი დავამთავრებ, ძალიან მარტივი სქემა. როგორც საქართველოში იქცეოდნენ. ისინი ნახულობენ რაღაც კომპრომატებს ბიზნესმენებზე და ეუნებიან ან ამდენს მოიტან, ან გამოაქვეყნებთ ამ კომპრომატებს. ეგენი ხო კორუფციასთან ბრძოლის მეთაურებად დანიშნეს იქ. საყვარელიძე რო ყავთ იმის ადეიშვილის საყვარელიძე რო დანიშნეს პროკურორის პირველ მოადგილედ. აი ეს სქემებია, იქაც მაგას აკეთებენ. სარია ეთერში გთხოვთ, გისმენთ. მშვიდობისა ბატონებო. მოგესალმებით. იცით რა არის ახლა გისმენთ და მე აბულოზისთან დაკავშირებით ახლა საერთოდ არ ვიცნობ ვინ არის რა არის, მაგრამ უბრალოდ წარმომიდგენია მაკასის მდგომარეობა. ღმერთმა არ ხონოს ის გარდაცვლილი პოლიციელი, რომელიც მაგის ხელიდან დაიღუპა, რაზეა ლაპარაკი, ოჯახი დაიქცა და შვილებიც გაჩნდნენ მამის გარეშე, მაგრამ ესე იგი ამ ყოფილმა კრიმინალმა, რომელიც პრინციპში გამოსწორებული იყო, ასე ვთქვა, თქვენგან გამომდინარე მე ვლაპარაკობ, უცებ დაარტყა თავში, ამოიღო იარაღი და ერთი დააჭრა და მეორე მოკლა კაცო. ეს ხო ლაფსუსია ბატონებო, რაზეა ლაპარაკი. ხო რაღაცა უცნაურობა არის, რა ხდება იმ ციხეში და მას დაბრუნება არანაირად დაუნდოდა იმ ციხეში. გაიზულეს ხო? ეს თვითონ ეს თავრობიდანაც უნდა წამოვიდეს ესეთი მესიჯები ამ კაცთან მიმართებაში, რომ კიდე კრიმინალის განმეორება არ მოხდეს მაგ ბიჭის მხრიდან. ამ შეირიგონ როგორ ესე იგი მისცენ ხელშეუხებლობა რო არ მოკლავენ მაგის გარანტია და ჩაბარდება ალბათ მე ესე მგონია კაც ეს ბიჭი მეწოდება მე ხა ისინი ხო მეწოდებიან ის გაიყופה რაზეა ლაპარაკი მერტმა აცხონოს მაგრამ ეს ბიჭი ძალიან ცოდოა ბატონებო რა და ცოტა სახელმწიფო ცოტა გონებრივად უნდა მოიქცეს და გამოიჩინოს რაღაცა რავის ტაქტიკური ხოდი უნდა ჩაისხნას რა გააკეთოს ამ საქმესთან დაკავშირებით. მადლობა ბატონო ჩემო. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ პატრიცემულო ტელემაყურებლებო და ძვირფასო რადიო მსმენელებო. აი ამ კაცმა მე მომცა ოფიციალური ინტერვიუ. გაზეთ ასავალ-დასავალში იყო მოსული თავისი ფეხით. ჩვენი შეხვედრა სადღაც წეღანავს თქვი და ახლაც ვამბობ. ერეკლე კოდუასა და ბინ ლადენის ორმოში არ მომხდარა. ამ კაცმა თქვა იხვეწებოდა ეს ახალგაზრდა კაცი და ეღმერთებოდა მამუკა ხაზარაძეს. ნუ დამაბრუნებ ჩემს კრიმინალურ წარსულში. მე არავის არ ვიცავ და არავის ადვოკატი არა ვარ. მე ვამბობ ფაქტს. რაც გაზეთში არის გაჟღერებული, რაც გაზეთში მითხრა. ნუ დამაბრუნებ ჩემს კრიმინალურ წარსულში, ვიომოთ თავით და ნუ ვიომებთ ხელებით. მე ვფიქრობ, რომ ერთი კვირის შემდეგ ბორჯომში მოხდა ის კვლელობა, ერთი კვირის შემდეგ მოხდა ბორჯომში ეს დაბრალდა მაკაც, რომელიც ბრალდება ამ კაცს და ვარკეთილში მოხდა 4 აპრილს ეს უბედურება, რომელიც ასევე ბრალდება ამ კაცს. მე უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს ახლად დანიშნულ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს, რომლის შესახებაც ძალიან კეთილი რო იტყვიან და ესეთი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მაქვს მისი რენომეს, მისი პიროვნების მიმართ და დაახლოებით მსმენია მისი წარსულის შესახებ. ბატონო ვახტანგ, ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, რომ პირად კონტროლზე აიყვანოთ ეგ საქმე და გამოიძიოთ, რა ხდება, რა მოხდა სინამდვილეში და რატო არის აი ეს რატო იქცა, თუ ეს კაცი არის მართლა, რატომ გახდა ეს კაცი სერიული მკვლელი? რაშია საქმე? თუ ეს კაცი არის, მე არ ვიცი ახლა ვინ არის. და სარი არის ისევ ეთერში და ხო რა დადასტურებული ინფორმაცია არ არის და არ ვიცი ჩვენ ვინ არის ნუ რა ვიცი ახლა აი რა გითხრა კაცი ეგ ნანუკა კაცმა მომცა ოფიციალური ინტერვიუ გიორგი და წავიდა მე ქუჩაში და მე ახლა ჩვენას გავაკეთებთ ამ სტუდიიდან რო გავართ ვიცით რა დაგვემართება ერთი კვირის მერე მოხდა ეს კვლელობა და ეს ესე იგი ეს აღვირახსნილი ხალი გამოდის ეს მართლა მკვლელი ოჯახის დედოფალი ეს კარალევა გამოდის რომელიც აი გვამებით ყარს
ნანუკა ჟორჟოლიანზე საუბრობ ეხლა. გვამებით ყარს მისი პერსონა და მისი რენომე მთლიანად რა. ხო, და ეხლა გამოდის და რაღაც სიბინძურეებს ავრცელებს. ეს ის ქალია, რომელიც შინაგან საქმეთა სერიულ მკვლელობებს, სამინისტროს სერიულ მკვლელობებს აშუქებდა რუსთავი ეთერში წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა. ოპერატიული მანქანებით გადაადგილდებოდა მათთან ერთად და კოდუას სოლი ლაპარაკობს. ეხლა ამაზე, აი ღმერთო, მართლა სად არის საქმართალი? აი კოდუას სოლი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ერეკლე კოდუას. ნანუკა ჟორჟოლიანი არის მიხეილ სააკაშვილის ბანდის სახე. ეხლა ლაპარაკობს ეს ხალი ასავალ-დასავალზე. თითო ჩუბინიძეზე და მთელ მის კოლექტივზე. ნუ აი მართლა ღმერთო სად არის საქმართალი? ნანუკა ჟორჟოლიანის ეს ხალი უნდა იჯდეს ციხეში და ძალიან გწყობთ რა დაინტერესდით. ბადრი პატარკაციშვილის აი იმ უბედურებაში, რაც იმ კარგ ქართველს და დიდ ქართველ კაცს დამართეს ამ ნაძირლებმა. რა როლი მიუძღვის ნანუკა ჟორჟოლიანს გამოიძიოს ეს პროკურატურა და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურორს. დააკითხეთ მამუკა ხაზარაძე. დაიბარეთ პროკურატურაში, იცით თქვენ კარგად, ორ ეპიზოდშია სისხლის სამართლის საქმე აღზრული მის წინააღმდეგ. ერთზე დამთავრებულია გამოძიება, საკავშირის საქმეს გულისხმობ. დაიბარეთ პროკურატურაში და დაკითხეთ და საქართველოში შეწყდება შეკვეთილი მკვლელობები. მთელი ამ ბინძური, რო იტყვიან, აი პრომოუშენის უკან დგას ეს კაცი, თავისი მილიარდებით, რომელიც დადის ჩემოდნებით იქეთ-აქეთ და არიგებს ამ ფულებს და ეხლა გასაგებია ეხლა. ეგეც ზუსტად არის ცნობილი. სადაც არის მამუკა, იქ არის ნანუკა. სადაც არის ნანუკა, იქ არის მამუკა. ძალიან მარტივად ძვირფასო ტელემაყურებლო დააკვირდით ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში მოვრჩები უცბად რამდენი ტელეაქტიობა ქონდა მამუკა ხაზარაძეს. ერთად აღებული მთელი ამ წლების განმავლობაში ომარ ქონია იმდენი. ჯორკიდებულებით დადის რუსთავი 2-ის ეთერში. და აქვს შემოდნებით ფული და აქვს შემოდნებით სარეკლამო გადასახადები და ასევე შეპირებები. არ დარჩენილა არც ერთ ტელევიზია, სადაც მის შესახებ, მისი ოჯახის შესახებ, მისი ქველმოქმედების შესახებ და იმაზე როგორ ეფხანება ზურგი, სადაც ფრთები უნდა ამოვიდეს, ტელეგადაცემა, ეკახოფერიები და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. უდიდესი პიარი მიმდინარეობს იმიტომ, რომ მას დაუპირისპირდა ასავალ-დასავალი. და ამ ხელს მას როგორც ყაჩაღს. და ეს კიდე ხარჯავს ამ უზარმაზარ ფულს, ხან ეგრეთ წოდებულ ცნობად სახეებს მიიწევს იქ სალაფავს გადაუგდებს იმ რა ქვია თავის მამულებში და იმაში, ხან ტელევიზიებში დაუჯდება ნანუკა იმას რა ქვია ჟორჟოლიანს და ეკურკურება ეგ და უხელს ძალიან მარტივად თქვა. გიორგი, მოდის გიხდი, ზარი არის შემოვიყვანეთ ეხლავე დავამთავრებთ. ამას მოვრჩები და მეც აღარ ვილაპარაკებ ამ იმებს სატანებზე. მამუკა ხაზარაძისა და მერაბ კოსტავას დაპირისპირებისა და მამუკა ხაზარაძისა და ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგის დარბევის თაობაზე, ვისაც ასავალ-დასავალი სარჯერა, კითხოს ელისო კილაძეს, ელისო ჩაფიძეს, კი ბატონო, და ლაშა ტუღურს, რომლებმაც რედაქტორებმა და მოადგილემ რეზონანსში რამდენიმე წლის წინათ გამოაქვეყნეს საგამოძიებო მასალა. ეხლა არიან დამალულები. სადაც მამუკა ხაზარაძე სიტყვა-სიტყვით პირდაპირ აღიარებს, რომ ისინი, როგორც ზონდერბრიგადები, 1000 კაციან ჯგუფებად დაიყვნენ და ჩაუვარდნენ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგს გპ-ის წინ. ეს არის მამუკა ხაზარაძის აღიარება. ეს კაცი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებს არ ბევდა. ჩვენ გვარბევდა ეს კაცი და ეხლა რას იზამს? ზარი ეთერში გიორგი, მოდი უკაცრავად დიდი ბოდიში დაგაყოვნეთ, გისმენთ. Salmai ბატონო დიდო ბატონო გიორგი მოგესალმებით მშობას ხარებას 9 აპრილს აღდგომას დიდი მადლობა შეკვეთილი მკვლელობები რომ შეწყდეს სახელმწიფომ უნდა დაიბრუნოს მიტაცებული და ერთლარად გაყიდული სახელმწიფო ქონება შემდეგ გაანაწილოს თუ უნდა ხელახლა და მაშინ უკვე აღარ იქნება შეკვეთილი მკვლელობები და ერთი მინდა ბატონო დიდო გითხრათ თქვენ წინა გადაცემაში ბრძანეთ რომ 31 მარტს ყველანი ეროვნული დროშებით გამოვიდეთ რუსთაველზეო და იქნება 9 აპრილისთვისაც თქვათ ასეთი რამე, რომ 9 აპრილს თქვათ 12-2 საათისთვის, ვისაც აქვს ეროვნული დროშა და ვისაც ქართველისთვის უძგებს გული, გამოვიდეს რუსთაველზე. მადლობთ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო პასაჟი იყო და მე მგონია უფრო ეროვნულ თემატიკაზე, ეროვნულ დროშებზე, შვინდისფერ დროშებზე და 9 აპრილზე ჯობია საუბარი ალბათ, ვიდრე აი ამ რო იტყვიან ბინძურ და ბილდს კარტელზე, რომელთა წევრებიც ადამიანების გვამებით ყარან. ეხლა აქ არის მეოთხე სამ გაზეთში დღევანდელ ნომერში არის ის რა ქვია
წერილი 9 აპრილის შესახებ და ზვიადის შესახებ. დიახ, ბრძანეთ და მიხეილ თაგარიელის ავი წინასწარმეტყველება არის ჩემო გიორგი მე-4 მე-5 გვერდზე ნონა ბენდელიანის ინტერვიუ 20 აპრილამდე განსაკუთრებით საშიში სიტუაცია და სამართალდამცა უწყებებს უპრეცედენტო სიფრთხილე მართებთ. დააკითხეთ მამუკა ხაზარაძე და დიდი ეჭვი მაქვს და დიდი იმედი მაქვს რომ შეწყდება საქართველოში შეკვეთილი მკვლელობები. და ეს რო იტყვიან ეს სისხლიანი და საშინელი კარტელი დაიშლება და დაინგრევა. მაია ორჯონიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი მაია ორჯონიკიძე იგივე ნანუკა ჟორჟოლიანი ეს არის მოდერნიზებული ნანუკა ჟორჟოლიანი. ნუ ახლა მაია ქალბატონ მაიას განათლება მაინც აქვს მიღებული, მაგრამ ვაიასეთ რა შეადგება მე ვაიასეთ განათლებას და უიასეთ განათლებას და ხა ეს ნანუკა ჟორჟოლიანი არ ვიცი ძს და ხუს არჩევს ერთმანეთისგან თუ როგორაა მაგის ქალბატონი ჟორჟოლიანი გამოვიდა ინგა გრიგოლიას ეთერში, ისა ორჯონიკიძე ინგა გრიგოლიას ეთერში ერთია ეგ ორჯონიკიძე ჟორჟოლიანია, დიდი სხვაობა არ არის. ასე რომ გვარი თუ შეგვეშალოთ, ყველგან იგულისხმეთ ისა ორჯონიკიძე ჟორჟოლიანი ხაზარაძე ერთია. ქალბატონი ეს მაია გამოვიდა იზას ასული ორჯონიკიძე. გამოვიდა ტელეეთერში, რეაქციაში ყვიროდა რაღაცებს მუშტებს იქნებოდა და თქვა რომ სააკაშვილი იმიტომ დამარცხდაო, რომ მანო შევარდნაძის ავგიას თავლა ვერ გაწმინდა კარგადო. ეხლა მე რა მაინტერესებს იცი ძვირფასო მეგობრებო? კი მაგრამ ქალბატონო შევარდნაძის ის იყო რევანშიო? ხო, აი ესე სააკაშვილი იმიტომ დამარცხდაო, რომ შევარდნაძის ავგიას თავლაო ვერ გაწმინდა კარგადო. თვითონ არის გაქანებული მიშისტი. ეხლა მე ქალბატონ მაიას მაინც სააკაშვილმა სადიბარტყა. ხო. მე რა მაინტერესებს იცი? კაცო, ეს სააკაშვილი და ეს მთელი მისი ეს ბინძური სექტა ეს რომელ ავგიას თავლაში დაიბადა იმაში რა ქვია ლუდოვიკო მე-14-ის საძინებელში გაჩნდა თუ შევარდნაძის ავგიას თავლაში და მე მისი დედა აცგანსვენებული პოეტესა იზა ორჯონიკიძე ვის ავგიას თავლაში დაკონტრუშობდა ხომ ვერ მეტყვით ვის კარავში იყო შესული და ვის ტანკში იჯდა საქართველოს რო ყელი გამოჭრეს და საქართველოს დააქციეს ამ ქვეყნის დამაქცევრებმა იქ ტელევიზიის კიბეებზე რო იყვნენ წამოპლაკულები 91 წლის შემოდგომაზე და საქართველოს რო იტყვიან ტყვია დაახალეს ვის ავგიას თავლაში იჯდა და ვის სად იყო ისა აი ეგ ბატონი თამას წივწივაძეს ჩვენი სასიქადულო პუბლიცისტის კრიტიკოსის ინტერვიუა ამ დედადალოცვილებს ის ჩემი უწმაწური შეძახილი მეორე ყურით რომ არ გაეშვათ იური ვასაგაშვილი ცოცხალი იქნებოდა ეროსი კიწმარიშვილიც და ბესარიონ ხარძიანიც დააკითხეთ მამუკა ხაზარაძე ნანუკა ჟორჟოლიანი და ამ ბინძური კარტელის წევრები და საქართველოში შეწყდება შეკვეთილი მკვლელობები ზარია ეთერში გთხოვთ გისმენთ პატივცემულო თქვენ ეთერში ხართ შევხედო ფულობის გამო და ამიტომ ვისმენ ყოველ შაბათს აქ. ეხლა იზა ორჯონიკიძე გახსოვთ შევარდნაძის პარლამენტში იყო და ასე თქვა. ერთი პატარა ქოხი ვიყიდე რა მოხდა მე რო საფრანგეთში. მახსოვს, აი მისი შვილია, იმისი ციცილა, იმისი გაზრდილია ის მაია, მაგრამ ნანუკა მარტო ყველაფერს რო ხაზი გადაუსვათ, აი ამას წინამდელი გადაცემა რო ქონდა შოუ და ის ბოზანდარავის შამათაბა რო გამოიყვანა და თქვენ შემოგევლეთ ქალბატონო შეიძლება ესენი უარესების ღირსები არიან არა მაგი არა ერთი წუთი უარესების ღირსები არიან მაგრამ ტელეეთერია პირდაპირ ეთერია მთელი საქართველო გვისმენს მთელი მსოფლიო ჩვენ მთელი ემიგრაცია და არ გვინდა ესე ძალიან გთხოვთ უკაცრავად გიორგი მერვე მე-9 გვერდზე არის ქალბატონი ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივნისა და ცნობილი ჩვენი კოლეგის ინტერვიუ შეაჩერეთ მკვლელობები ჩემი დიდი პატივისცემა და ასავალ-დასავალის დიდი პატივისცემა და ქრისტეს მიერი სიყვარული ქალბატონ ირმას იმ დიდი საქმისთვის რომელსაც ის ყოველ წუთს ყოველ წამს აკეთებს მოუწოდებ ხელისუფლების პირველ პირებს ყველაფერი გააკეთონ სააკაშვილისა და ადეისვილის საქართველოში ჩამოსაყვანად დააკითხეთ და ჩამოათვიეთ ძვირფასო მეგობრებო შეწყდება საქართველოში შეკვეთილი აცხადებს იმასაც რომ წარმოგიდგენიათ ადამიანები რომლებმაც გია კრიალაშვილი ოთანაძე და ამირიძე ჩაცხრილეს დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ კი ბატონო ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა რომ ისინი არიან დღემდე არიან ისინი ეს ნაცჯარათები წარმოუდგენელი თანამშრომლობენ ლალი მაროშკინას ინტერვიუ არის კიდე გიორგი ტუღუში ეს ყოფილი სახალხო დამცველი რომელსაც ხმა არ მოუღია
ქართველი ხალხის წამებაზე და ქართველი ხალხის გაუბედურებაზე ახლა გამომიშთა დიდი სამართალდამცავი და უფლებადამცავი და რაღაც როყიო განცხადებებს აკეთებს, ასე ვთქვათ, კრიმინალური მდგომარეობის დაძაბვის თაობაზე. ლალი მაროშკინა მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ ვახტანგ გომბელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში სააკაშვილის რამდენიმე აგენტი უკვე გამოავლინა. ამ პროცესის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის. გიორგი, მე შენი პუბლიკაციებია მე-11 გვერდზე, აქ საინტერესო გია გაჩიჩილაძესთან არის ტვანეთა პარტიის თავმჯდომარესთან ჩავწერი ინტერვიუ, სხვადასხვა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა მან, რომელიც არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშუქა. მან პირდაპირ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როცა ნაცები აჟივჟვდნენ იქ, პირდაპირ მოუწოდა, რომ დააბრუნეთ ის მილიარდები, რომელიც საქართველოში ნარკოტრასიდან მიიღეთ. რომ ის ნარკობიზნესისა და იერაღის ბიზნესის შემოსული მილიარდები დაუბრუნეთ სახელმწიფო ბიუჯეტს და ბატონი გია გაჩილაძე სხვადასხვა საინტერესო ვერსიას აცხადებს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობები არის პირდაპირი შურისძიება ირაკლი ღარიბაშვილზე და იმ ნარკომაფიისა, რომელიც პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა თავის შინაგან საქმეთა მინისტრობისას მან როგორც გახსოვთ 116 კილოგრამი ჰეროინი დააპატიმრა. შარშან 2 ტონა და 800 კილო თხევადი ჰეროინი დააპატიმრეს საქართველოში და ეს რა თქმა უნდა უდეს დაკვა თან მიხეილ სააკაშვილი დააცურეს. ცოტა დრო გრჩება 10 წუთი სადღაც და მინდა რომ გავიაროთ. აი ეგ აკაკის გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ ნუ მოკლავთ აკაკის. ძვირფასო მეგობრებო, აქ არის შეპირისპირებული სტატიაში, საინტერესო პუბლიკაციაში გიორგის გიგაურის წერილია. ჩემი მეგობრის წერილი, სადაც ესე იგი რეიგანის და ტარას შევჩენკოს ძეგლები როგორ არის გაკრიალებული და მოვლილი და ჩვენი სულნათი აკაკის ძეგლი როგორ არის დინამო სტადიონთან საშინელი მდგომარეობაა და მე ვთხოვ ხელისუფლებას და პირადად ბატონ მერს ნარმანიას რომ მიხედოს ამ საქმეს და ეს ტელევიზია, ეს ველოსიპედი, ეს სააკაშვილის გიჟების ველოსიპედი მოაშორეთ იმ რესპუბლიკის მოედნიდან თუ ვარდენის მოედანი რო დაარქვეს ამ ავადმყოფებმა და რესპუბლიკის მოედანი დინამოს სტადიონის წინ სადაც ხოთაშორის წინაკვირაში ჩამოსული იყო გერმანიის ნაკრები და უამრავი უცხოელი დგას ჩვენი კლასიკოსის აკაკი წერეთლის ძეგლი, რომელიც არის საშინელ მდგომარეობაში, ჩამოტყაული, და მე ზაფხულში უკვე იქ მოვაჭრეები, ქალის საცვლები და უკაცრავად და ისინია მიფენილი. სიცხვილეა ხალხო, რას ვაკეთებ? აი იქ ნიჩურტა მე იდენტობა ვარ, ეს ავადმყოფების სექტა რო არის ეს ვაჭარაძე. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რადგან ჩვენმა პრეზიდენტმა ეგრეთ წოდებულმა გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუ მისცა ამ იდენტობა LGBT ჟურნალს 17 მაისს, სადაც პირდაპირ ვაცხადებ იქ ჩანს წაიკითხავს სტატიას, რომ ეს ხალხი ემზადება გიორგი მარგველაშვილთან ერთად 17 მაისისთვის. აი მავაც სახსენებელი 17 მაისისთვის და ეჭვი მაქვს, რომ გიორგი მარგველაშვილი სათავეში ჩაუდგება გეი აღლუმს რუსთაველზე. ისეთი შემართებით იბრძვის ამათი უფლებების დაცვისთვის. აი ლიასულა ქველიძის ქალბატონის სტატია რაღაც ესეთი გამოვხატო ჩემი აზრი, ასავალო მომეცნება რაღაც ჩვენი მკითხველი არის, რომელიც ჩვენი მკითხველია, ნონა ბენდელიზაძის წერილი არის ესა ინტერვიუ, შემდეგ არის მამუკა კაციტაძის ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის ინტერვიუ ნატო ფოცხიშვილთან, ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგია ნაციონალური მოძრაობა დღეს ასეთ გონორით რომ საუბრობს. კობან არჩემაშვილის ძალიან საინტერესო ინტერვიუ არის. ნატო ფოცხიშვილის დაანგრიეთ ნაციონალების მიერ შექმნილი სისტემა და გაიმარჯვებთ. ეს ლაპარაკია იმ კრიმინალურ სისტემაზე, რომელიც დღესაც ბობოქრობს სამართალდამცა უწყებებშიც და ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ძალიან მცირე დრო გრჩება, ნუ გაისრუსებით, ანუ ჯანყარაშვილს რა ელისო. აქ ჩემი წერილი გახლავთ თქვენი მონამორჩილის პატიციომლო მეგობრებო და აქ არის რეფრენი იმის შესახებ, რომ საქართველოში დღეს ძალიან ბევრი არის გასუსული და ქართული ოცნების ყოფილი აღმასრულებელი მდივანი და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ჯანყარაშვილი არის ძალიან ბევრი, რო იტყვიან ისეთ კითხვის ნიშნები არის. ხო, ძალიან ბევრი ისეთ საქმეში არის. ფიგურირებს, აქ უდესიანი ფიგურირებს, კითხვები არის და გაირკვეს ეს. ეს ხარჯიანის ყველობა. გაირკვეს ეს ამბავი, კაცო, უნდა დაიკითხონ ეს ხალხი რა უბედურებაა და გავიგოთ რა ვინ არის რა მოღალატეების თავები უნდა დაგორდეს. რაულ უსუფოვის მამა ამბობს, იაშარ უსუფროვი სასწრაფოდ გაითხაროს ზურაბ ჟვანიასა და ჩემიშვილის საფლავები, ჩატარდეს ექსჰუმაცია, დადგინდეს სიმართლე. ქეცვიხრი, ბატონი გურამ გირგლიანის ინტერვიუ გვაქვს, სანდრო გირგლიანის მამის ინტერვიუ და ბატონი გურამი
ამბობს საოცარ რაღაცას, რომ ეს ცხონებული ბესო ხარძიანი თურმე ჩემო გიორგი შარდენ ბარის წინ გეგმავდა ცხონებული ირინა დეიდას მე ასე უნდა მივმართო მას და ცხონებული სანდრო გირგვლიანის ესე იგი ძეგლის დადგმას და არ დააცალესო რა ამ კაცო და მე ქეთს ვიხრი ბატონი ბესო ხარძიანის ხსოვნის და სულის წინაშე და უსამძიმრებ მის ოჯახს რა თქმა უნდა ეს ახალგაზრდა და ლამაზი სულის პატრონი ადამიანი ესე უხთოდ მოკლეს და დააკითხეთ მამუკა ხაზარაძე და ეს ბანდა ეს დანაშაულებრივი კარტელი იქ ბევრი გამოჩნდებიან კიდე მე არ ვამბობ ახლა რომ ხაზარაძე და ეს ნანუკა ჟორჟოლიანი მოტოციკლეტით დარბიან თბილისის ქუჩებში და ხოცავენ ხალხს დააკითხეთ და მიადგები თქვენი მოტოციკლეტს აუცილებლად დიტო 5 წუთი დარჩა დიახ აქ არის ჩვენი ძვირფასი კოლეგის მეგობრის ფოტოკორესპონდენტიც გიორგი აბდალაძის ცელი ინტერვიუ გიორგის მინდა ჩემი დიდი სიყვარული და ძმური სიყვარული დაუდასტურო უსამძიმრებ ძმის გარდაცვალების გამო ახალგაზრდა ძმა გარდაეცვალა ახალგაზრდა კაცი და საშინელებაა ესა და გიორგი არის ძალიან რო იტყვიან აი განადგურებულია და მე მას მინდა რომ ესე იგი მორალურად აღმოუჩინო ის არის ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალი პროფესიონალი ეს არის დიდებული ვაშკაცი და დიდებული მეგობარი და კაცია გიორგი და გენაცვალე გიორგი და ვიზიარებ შენს მწუხარებას შემოძმაო და ეს ამბობს კაცი როგორი მხარდამჭერი როგორ აუქნეს ამ ნაძირლებმა სად იყო მაშინ ნანუკა და დედუკა და მამუკა ეხლა რო ვითომ თავისუფალი ჟურნალისტიკა უნდა განავითაროს ეს ბიჭები რო შეყარეს იქ მოდულში და 1000 უბედურებას აბრალებდნენ. გამოვიდა ნანუკა და დედუკა და მამუკა და გააკეთეს პროტესტი ამასთან დაკავშირებით. ეს ნაძირლები ესენი. აი აქ არის ჯონი გიგანის, ბატონი ჯონი გიგანის განცხადება, ბატონო ბიძინა არ დაინდოთ კორუმპირებული ჩინოვნიკები, მათ პირველ რიგში თქვენ გიღალატეს. აქ არის ლევან მამალაძის მთელი ინტერვიუ, ძალიან საინტერესო ნომერი არის დიტო, მაგრამ ახლა ცოტა დრო რჩება, აუცილებლად მინდა ვთქვა ერთი რაღაცა. და ძალიან საინტერესოა, ქალბატონი ირინა გოგოსაშვილის მთელი ინტერვიუ არის ასლან აბაშიძე ზურაბ ჟვანიას კრივის წინააღმდეგ. ასლან აბაშიძეს არ უბრუნებენ ჟვანიები, როგორც ქალბატონი ირინა ამბობს, ბაბუამისის, მისი სახელოვანი პაპის საქართველოს თვის დიდი კაცის მემედ აბაშიძის ნაქონ ვეფხისტყაოსანს. რა ვიცი. ორი რამე მინდა ვთქვა დიტო სანამ უამრავი მასალაა და ძალიან დიდი სიამოვნება და ჯერეგერთი რომ მოდის 9 აპრილი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ეს თარიღი ეს არის და იმედია ყურადღებით ზვიად გამსახურდიას მიერ გამოცხადება დამოუკიდებლობის აღდგენისა 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე ჩვენი სახელმწიფო გასაგებია შევარნაძის დროს რა იყო სააკაშვილის დროს რა იყო მაგრამ ახლაც ძალიან უყურადღებოდ ექცევა მე ვიტყოდი ამ თარიღს არადა სწორედ 31 მარტისა და 9 აპრილის რეფერენდუმის წყალობით მოხდა საქართველოს გაეროს წევრი ქვეყანა. ბატონებო, ძალიან მარტივად ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართავთ. ზვიად გამსახურდიას პატივისცემა არ იქნება მხოლოდ ისო 9 აპრილს დაუბრუნოთ თავისი დიდება. 9 აპრილის მიერ გამოცხადებული აქტის საფუძველზე გაერომ ჩვენ ვცნოთ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოდ და თავის ფუძემდებლურ დოკუმენტში ჩაწერა, რომ ეს აქტი მიღებული არის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე. ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ მიიღო ამ რეფერენდუმში მონაწილეობა, სადაც უდიდესი უმრავლესობით გადაწყდა საქართველოს დამოუკიდებლობა. გამოიყენეთ ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. ეს არის უდიდესი დოკუმენტი. ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით მიღებული და 9 აპრილი უნდა იყოს დამოუკიდებლობის დღე. გასაგები მიზეზების გამო მე მგონი მარტივი არის. გიორგი, ერთიც მინდა ვთქვა. საერთაშორისო პრაქტიკაა, სოფლიო პრაქტიკაა, რომ სოფლიოში ყველა დიდი საერთაშორისო აეროპორტი არის ამა თუ იმ ქვეყნის დიდი პრეზიდენტის სახელის მქონე. ასე არის მაგალითად დეგოლის აეროპორტი პარიზში, ასე არის კენედის აეროპორტი ამერიკაში. ზვიად გამსახურდიას სახელი მიანიჭე თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. აბა რომელიც ვისი სახელი უნდა მიანიჭოთ? ამ სულელი გიჟი სააკაშვილის სახელი მართალია მთელი 9 წელიწადი სულ დაფრინავდა და ქართველი ხალხი კი სისხლში აწურავა, მაგრამ პირველი პრეზიდენტი იყო, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრეზიდენტი იყო და ვისი სახელი თავი შეაკლა საქართველოს შეადარეთ ზვიად გამსახურდია დანარჩენ სამ პრეზიდენტს კიდე და მიხვდებით აქლა განსხვავება არის. მიანიჭეთ თბილისის აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი და ბატონო მერო, ბატონო დავით დააბრუნეთ თბილისში დავით აღმაშენებელი და მოთხარეთ და გადააგდეთ ეს გიჟი სააკაშვილის ველოსიპედი და გაათრიეთ აქედან და საქართველოს ამოისუნთქავს ცოტათი თვალი დაიშვენებს ვიგრძნობთ ელემენტარულად რომ ვიზუალურად მაინც ვართ სხვა ეპოქაში
და სხვა სამყაროში. ზიტო ჩვენ აუცილებლად უნდა უთხრათ 10 წამს საგართმევ კიდე რომ ჩვენ გავაგრძელებთ დასავალ მიუხედავად ნანუკას კაკანისა და მიხეილ სააკაშვილის განცდებისა ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ სამართლიანობის აღდგენისათვის და ამას ბოლომდე მივიყვანთ ისევე როგორც ბოლომდე მივიყვანეთ სააკაშვილის რეჟიმის მოთხრა და დაცურება ხელისუფლებიდან გახსოვდეს მიხეილ რა გიქნა დასავალმა საფლავის ქვასო დაგადებენ თავს უკანასკნელსაც დაინახავ პოლიტიკურ საფლავზე ლაპარაკი ეს იქნება ასავალ ჩვენი გადაცემა დასრულებულია დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე. შეხვედრამდე. იხარეთ და იბედენ მრავალ ერთმა სიკეთე მოგცეთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს.